ყოველ წელს კიდევ უფრო მეტი საიდუმლო ემატება უკვე გრძელ სიას მოვლენებისა, რომლებსაც როგორც ჩანს, ახსნა არ აქვთ. გასულ საუკუნეში ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც უკვალოდ გაუჩინარდნენ, საზარელი დანაშაულები, რომლებიც გაუხსნელი დარჩა და არქეოლოგებმა აღმოაჩინეს არტეფაქტები, რომლებმაც ისინი საგუნებელში ჩააგდო. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ უცნაური გაუხსნელი საქმეებიდან, რომლებიც ისტორიკოსებს დღემდე საგონებელში აგდებს და კიდევ ბევრი მათგანი სამუდამოდ გაუხსნელი დარჩება. Number 8. ურალის რელიეფური რუკა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც დაშკას ქვა, არის არტეფაქტი, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ სამყაროს შექმნის დროს გამოიყენებოდა. ამიტომაც მას ასევე უწოდებენ შემოქმედის რუკას და 1989 წელს მისი აღმოჩენის შემდეგ ის არქეოლოგებს თავსატეხად რჩება. ქვა აღმოაჩინა ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგთა ჯგუფმა, როდესაც ისინი ურალის მთებში მუშაობდნენ. ეს იყო 1989 წლის ივლისი, როდესაც მათ ეს აღმოჩენა გააკეთეს და მათ თითქმის არ ჯეროდათ საკუთარი თვალების, როდესაც ქვის ფილა ნიადაგიდან ამოიღეს. მისი სიმაღლეა 53 დიუმი, სიგანე 42 დიუმი და სისქე 6 დიუმი. მისი წონა დაახლოებით 1 ტონა და როდესაც ქვა უფრო დეტალურად შეისწავლეს, გუნდმა მიხვდა, რომ მათ რაღაც ისეთი აღმოაჩინეს, რაც აქამდე არასდროს უნახავთ. მასში იყო ურალის მთების ერთ-ერთი რეგიონის, სახელად ბაშკირიის, ტოპოგრაფიული რუკა და ის თითქმის წარმოუდგენლად ზუსტი ჩანდა, მასშტაბით 1-1.1 კილომეტრამდე. მკვლევრებს ვერ აუხსნიათ, როგორ შეძლო უძველესმა ცივილიზაციამ ასეთი ზუსტი რუკის შექმნა თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე. კიდევ უფრო გასაოცარია ის ფაქტი, რომ რუკა დახატულია 3 სხვადასხვა ფენად, რაც ნიშნავს, რომ ის სამგანზომილებიანია. პირველი ფენა ან კერამიკისგან იყო დამზადებული, ან ცემენტისგან, მეორე დიოფსიდის მინისა და სილიკონის ნაზავისგან, ხოლო მესამე ყველაზე თხელი ფენა შედგება ფაიფურისა და კალციუმის ნაზავისგან. ქვა მას შემდეგ რუსმა ექსპერტებმა დაათარიღეს და ისინი მიიჩნევენ, რომ მისი ასაკი დაახლოებით 120 მილიონი წელი. შემდეგი ნაბიჯი იყო იმ ტერიტორიის იდენტიფიცირება, რომელსაც რუკა ასახავს და ამას დიდი დრო არ დასჭიროებია. საოცარია, მაგრამ ბაშკირია დღემდე ძალიან გავს იმას, როგორიც მილიონობით წლის წინ იყო და ექსპერტებმა შეძლეს დაედგინათ, რომ სწორედ ეს რეგიონი იყო რუკაზე გამოსახული. ამის შემდეგ ეს დაადასტურეს სხვა ქვეყნების ექსპერტებმაც, მათ შორის ჩინეთიდან და მათ უკვე ამოიცნეს რუკაზე გამოსახული გეოგრაფიული ობიექტები. მათ შორისაა ბელია, უფიმკა და სუტოლკა მდინარეები, ასევე უფას კანიონი. ამ ყველაფერმა ისტორიკოსები აიძულა გადახედონ იმას, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები იმ წლების წინ, რადგან ჩანს, რომ ისინი ბევრად უფრო განვითარებულები იყვნენ, ვიდრე აქამდე ეგონათ. მათ როგორღაც შეძლეს ტერიტორიის რუკაზე ასახვა თითქოს ზემოდან, რაც შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მათ ეს ამოცანა მარტივად შეასრულეს. Number 9. მაიას არტეფაქტები წლების განმავლობაში აღმოაჩინეს და მათ ბევრი რამ გვასწავლეს იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათი თემების რელიგიური ასპექტები და როგორ ახერხებდნენ გადარჩენას. არქეოლოგები, ისტორიკოსები, ექსპერტები და მეცნიერები დიდი ხანია მოხიბლულნი არიან მაიათი და ათასობით არტეფაქტი იქნა აღმოჩენილი იმ დროიდან, როდესაც მათი ცივილიზაცია აყვავდა. მაგრამ ერთი გამოჩეული აღმოჩენა, რომელიც 2015 წელს გაკეთდა, განსხვავდება ყველა სხვა ნაპოვნი არტეფაქტისგან. ეს ნივთი არის თის ფორმის ჟადეიტის გულსაკიდი, რომელიც სავარაუდოდ მაიას მეფეს ეკეთებოდა რელიგიური ცერემონიების დროს. მას ასევე ჰქონდა წარწერები, რომლებიც როდესაც საბოლოოდ ითარგმნა, სწორედ იმ მეფის ცხოვრების ამბავს ყვებოდა. მისი ზომებია დაახლოებით 7.5 ინჩი სიგანეში, 4.1 ინჩი სიმაღლეში და 0.3 ინჩი სისქეში, რაც მას ბელისში აღმოჩენილ მაიას ჟადეიტის მეორე ყველაზე დიდ ნიმუშად აქცევს. მაგრამ რაც მას უნიკალურს ხდის, არის ის ფაქტი, რომ მასზე 3 ისტორიული წარწერაა და ასევე მნიშვნელოვანია ის ადგილი, სადაც იგი აღმოაჩინეს. იმის გამო, რომ ჟადეიტის გულსაკიდი ასეთი დიდია, ექსპერტები ელოდნენ, რომ ის ერთ-ერთ ცნობილ უძველეს მაიას ქალაქში იქნებოდა აღმოჩენილი, მაგრამ ასე არ მოხდა. ის ნიმლიფუნეთში აღმოაჩინეს, რომელიც იმ პერიოდში, როცა ყელსაბამი ტარებოდა, იზოლირებული ტერიტორია იყო, სადაც ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობდა. მსგავსი, მაგრამ უფრო პატარა ნიმუშები აღმოჩენილია, თუმცა მათზე წარწერები არ იყო და ისინი ბევრად უფრო დასახლებულ ადგილებში იპოვეს. ნიმლიფუნეთი მდებარეობს მაიას ზონის კიდესთან ახლოს და მიიჩნევა, რომ იგი მაიას ხალხმა დაასახლა. ჩვენი წელთაღრიცხვით 150-დან 850 წლამდე. ეს ადგილი დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო, სანამ 1970-იან წლებში ხელახლა არ აღმოაჩინეს. მას შემდეგ არქეოლოგებმა ამ ტერიტორიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომლებიც საფუძვლიანად იქნა შესწავლილი. ასევე ცნობილია, რომ ამ ადგილზე დაახლოებით 400 წელს ჩვენი წელთაღრიცხვით აშენდა სასახლე, რადგან პენდენტი სწორედ მის ნანგრევებში აღმოაჩინეს.
როდესაც სასახლე გათხარეს, იქ სამარხი აღმოაჩინეს და მის შიგნით მკვლევარები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც ამ განსაკუთრებულ არტეფაქტს წააწმნენ. მიჩნეულია, რომ სამარხი დაახლოებით 800 წლით თარიღდება და მის გარშემო იმავე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნივთი აღმოაჩინეს. მაგალითად, კერამიკა და დიდი ქვა, რომელიც ღვთაების ფორმას ჰგავდა, რამაც არქეოლოგები ძალიან გაახარა. სამკაულის ფორმა ქარსა და სუნთქვას ასახავს, ამიტომ მიიჩნევა, რომ იგი მეფეს ცერემონიების დრონიების დროს ეკეთა მაიას ქარის ღმერთის ჰურაგენის პატივსაცემად. ისტორიკოსების აზრით ეს ცერემონიები ყოველწლიურად ტარდებოდა მუსონური ცვიმების მოსვლის დასაჩქარებლად, რადგან ეს აუცილებელი იყო მათი მოსავლის გადასარჩენად. რაც მკვლევრებს აუცებთ, არის ის ფაქტი, რომ მეფე, რომელსაც ეს სამკაული ეკუთვნოდა, თავის სამარხში არ აღმოჩნდა. ჩვეულებრივ ესეთი ტიპის აღმოჩენებისას ნაპოვნი არტეფაქტები მფლობელებთან ერთადაა დამარხული და ამ ანომალიისთვის ახსნა არ არსებობს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მიატოვეს მსხურებლებმა ეს ტერიტორია, ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილებამ აიძულა ისინი გადასახლებულიყვნენ, რადგან მათი მოსავალი წარუმატებელი გახდა. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ გულსაკიდი უბრალოდ ცალკე დამარხეს იმ იმედით, რომ ჰურაგენი უფრო ხელსაყრელ ამინდს მოუტანდა. გულსაკიდზე არსებული ტექსტის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ თარგმნას საჭიროებს, მაგრამ ახლა უკვე ვიცით, რომ ის მეფე იანა ბოლგენეთს ეკუთვნოდა. ასევე საუბარია მის მშობლებზე და იმ ფაქტზე, რომ მეფე რაღაცნაირად დაკავშირებული იყო მაიას ქალაქოლთან. შემდგომი კვლევები იმედია მეტ ინფორმაციას მოგცემს მეფესა და მის ხალხზე, მაგრამ საიდუმლო თუ რატომ იყო მის გულსაკიდზე წარწერა ამოტვიფრული, განსხვავებით სხვა ნაპოვნი გულსაკიდებისგან, ჯერ კიდევ გაუხსნელია. Number 8. როდესაც ეგვიპტის დიდ პირამიდებზე ვფიქრობთ, ისინი ჩვენს გონებაში წარმოშობენ იმ დროის სურათებს, რომელიც ჩვენთვის თანამედროვე ადამიანებისთვის თითქმის წარმოუდგენელია. უძველესი არტეფაქტები, რომლებიც იქ აღმოაჩინეს, ბევრს გვასწავლის მათი კულტურის, ისტორიისა და რწმენების შესახებ. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ გაერთიანებულ სამეფოში, უელსის ერთ რეგიონში, არსებობს არტეფაქტები, რომლებიც პირამიდებზე კიდევ უფრო ძველია. საუბარი ეხება ქალაქ მონმუთს, რომელიც მდებარეობს უელსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქვეყნის საზღვართან ინგლისთან ახლოს. ქალაქი ცნობილია თავისი ხანგრძლივი ისტორიით და არქეოლოგიის თვალსაზრისით გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთ საუკეთესო ათელში შედის, რადგან იქ ათასობით არტეფაქტი აღმოაჩინეს. მაგრამ ამ აღმოჩენებიდან უახლესი და ყველაზე იდუმალი უბრალოდ კერამიკა ან სამკაული არ არის. მონმუთის არქეოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარე სტივ კლარკი 2012 წლის ივნისში ხელმძღვანელობდა მკვლევართა ჯგუფს ამ ტერიტორიაზე, როდესაც მათ აღმოაჩინეს უძველესი ნაგებობის ნაშთები. პირველად მათ იპოვეს 3 უზარმაზარი ხის ძელი, რომლებიც ერთმანეთის გვერდით იყო განთავსებული იმ ადგილას, სადაც ძველ დროში ტბა იყო. მას შემდეგ ეს ტბა გაქრა, რადგან ისტორიის ერთ-ერთ ეტაპზე იგი ლამით აივსო. ვინც არ უნდა აეშენებინა ეს ნაგებობები, დიდი ალბათობით ამ დიდ ძელებს იყენებდა დიდი ნაგებობის საძირკვლის ნაწილად, რადგან ისინი ღრმად იყო ჩადგმული მიწაში. საუკუნეების განმავლობაში ხე დალბა, ხოლო დარჩენილი სიცარიელეები შემდეგ ჟანგბად გამოცლილი თიხით აივსო. თუმცა ამ ადგილას ჯერ კიდევ ბევრი კითხვა რჩება. ექსპერტებს მხოლოდ ვარაუდი შეუძლიათ, თუ რისთვის გამოიყენებოდა ეს ნაგებობა და რა ტექნიკით ჩასვეს ეს 3 მორი მიწაში, ეს დღემდე უცნობია. ეს იმიტომ, რომ ისინი ჩვეულებრივი საძირკვლის მორები არ არიან. მიჩნეულია, რომ ვინც ეს ნაგებობა ააშენა, როგორღაც მოახერხა მთელი ხეების შუაზე გაყოფა, სანამ მათ მიწაში ჩასვოდა. ეს ძალიან რთული და შრომატევადი იქნებოდა, მაგრამ კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება. არქეოლოგებს ვერ დაუდგენიათ ზუსტად რამდენად ღრმად იყო ჩასმული ეს ძელები და არ აქვთ წარმოდგენა, ვინ ააშენა ეს ნაგებობა ან რისთვის გამოიყენებოდა იგი. თუმცა ძელების განლაგების საფუძველზე რამდენიმე თეორია გამოითქვა. ისინი, როგორც ჩანს, იდეალურად ემთხვევა იმ უძველესი ტბის შუაგულს, რომელიც ოდესღაც ამ ტერიტორიაზე იყო. ამიტომაც გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ნაგებობა გამოიყენებოდა როგორც გადასასვლელი, რომელიც მიდიოდა კრანიკთან, ხელოვნურ კუნძულებთან, რომლებიც ხშირად გვხვდება შოტლანდიასა და ირლანდიაში. თუ ეს მართლაც ასეა, გადასასვლელი უზარმაზარი იქნებოდა და მის აშენებას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან უცნობია აშენდა თუ არა ის ტბის გაჩენამდე, თუ მის შემდეგ. ექსპერტებმა ვერ შეძლეს ხის კოჭების ასაკის დადგენა და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დამატებითი კვლევები იქნება საჭირო. ამ ეტაპზე მიიჩნევა, რომ ხის კოჭები ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის, სხვა აღმოჩენების საფუძველზე. ეს აღმოჩენები მოიცავს დამწვარი ქვების გროვასა და ღარს, რომლებიც კოჭებთან ერთად იქნა ნაპოვნი. მიჩნეულია, რომ ქვები ცეცხლში ხურდებოდა, რის შემდეგაც მათ ღარში აგდებდნენ წყლის დასადუღებლად, როგორც ეს იმ ეპოქაში ხშირად ხდებოდა. Number 7. ყოველთვის საინტერესოა, როცა ექსპერტებს უძველესი არტეფაქტის ახსნა არ შეუძლიათ. მაგალითად, 1500 წლის საკიდი, რომელიც 2011 წელს კვიპროსში მიწის ქვეშ იპოვეს.
ადგილი, სადაც ამულეტი იპოვეს, ნეოპაპოსი ეწოდება და არ არის იშვიათი, რომ არქეოლოგები იქ უძველეს არტეფაქტებს პოულობენ. ამულეტმა გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, რადგან როგორც ჩანს, ის ისტორიული ფიგურების ტრადიციას არღვევს. გარდა ამისა, მას ორივე მხარეს წარწერები აქვს. ერთ მხარეს ტექსტი აღმოაჩინეს და როდესაც ის თარგმნეს, ასე იკითხებოდა: ლავე, რომელიც ღმერთია, არის საიდუმლო სახელის მატარებელი. რეის ლომი, ძველი ეგვიპტური მზის ღმერთი, დაცულია თავის სალოცავში. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება უჩვეულოდ არ მოგეჩვენოთ, მეცნიერებმა მალე გაარღვიეს, რომ ეს წარწერა პალინდრომია, რაც ნიშნავს, რომ მისი წაკითხვა შესაძლებელია როგორც წინ, ისე უკან, ერთი და იგივე შედეგით. რაც იმის გათვალისწინებით, რომ ის 59 სიმბოლოსგან შედგება, საკმაოდ შთამბეჭდავია. ეს უკვე გამორჩეული აღმოჩენა იყო, მაგრამ მედალიონის მეორე მხარეს კიდევ უფრო მეტი სიურპრიზი აღმოჩნდა, რომელთა ახსნაც ჯერ კიდევ დარჩენილია. მასზე გამოსახულია რამდენიმე სურათი, მათ შორის ნავზე გადახვეული მუმია და სავარაუდოდ ის ოსირის, კიდევ ერთ ეგვიპტურ ღმერთს წარმოადგენს. დანარჩენ სურათებზე გამოსახულია კაცი, რომელიც სკამზე ზის და მარჯვენა ხელს ტუჩებთან ანიჭერს, თითქოს ვიღაცას ჩუმად ყოფნას თხოვს. ეს სურათი სიჩუმის ღმერთს, ჰარპოკრატესს წარმოადგენს. მის გვერდით არის მითიური არსების სურათი, რომელსაც ძაღლის თავი აქვს. ეს პერსონაჟები სხვა ბევრ არტეფაქტებს გვხვდება და ვიცით, რომ მას ცინოცეფალუსი ეწოდება. რაც მკვლევარებისთვის უცნაური აღმოჩნდა არის ის ფაქტი, რომ ცინოცეფალუსი იმეორებს ჰარპოკრატეს ქმედებას, რაც მხოლოდ ერთ-ერთი არაზუსტობაა, რომელიც ამ არტეფაქტზე აღმოაჩინეს. პირველ რიგში, პალინდრომში რამდენიმე მართლწერის შეცდომაა. ერთზე მეტ შემთხვევაში, ტექსტში 2 ასო P გამოიყენება, მაშინ როცა 1 V სწორი იქნებოდა. და ბოლოს სამი სიმბოლო, ანუ EAI, როგორც ჩანს, სიჩქარეშია დამატებული, რადგან ისინი ამულეტის ერთ მხარეს ჩაჭკლეტილად ჩანს. ამიტომ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამულეტის შემქმნელი სრულად ვერ ფლობდა ძველ ეგვიპტურ დამწერლობას და ეგვიპტური კულტურის თვალსაზრისით შეცდომა დაუშვა. ჩვეულებრივ ჰარპოკრატე ლოტოსის ყვავილში მჯდომარე აწეული ფეხებით იყო გამოსახული და ის არასოდეს იყო გამოსახული სკამზე მჯდომარე. ასევე უპრეცედენტოა სინოცეფალუსის ხილვა, რომელიც ჰარპოკრატეს ქმედებებს იმეორებს. ჩვეულებრივ პირობებში ის გამოსახული იქნებოდა აწეული თათებით ჰარპოკრატესადმი თაყვანისცემაში და ისტორიკოსებს ვერ აუხსნიათ, რატომ შეიქმნა ამულეტი ამგვარად. და კიდევ არის ის ფაქტი, რომ ვინც არ უნდა იყოს ამ ნამუშევრის შემქმნელი, გადაწყვიტა ორივე ფიგურის ხელზე გადაჯვარედინებული ხაზები დაემატებინა. როდესაც ეს კეთდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ეს ფიგურები ოსირისთან ერთად იქნებოდნენ მუმიფიცირებული, რაც ამ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა. ასევე აღინიშნება, რომ სინოცეფალუსი ხშირად გამოსახულია სახვევებით, მაგრამ ამ ამულეტის შემთხვევაში სწორედ ჰარპოკრატე ატარებს მათ. ეს ადრე არასოდეს გაკეთებულა და უცნობია, იყო ეს უდანაშაულო შეცდომები, თუ ეს ფაქტორები განზრახ იყო ჩართული. მიუთითებენ, რომ ეს გაკეთდა იმ დროის მართველების წინააღმდეგ აჯანყების ნიშნად, ან რომ ამულეტი იაფად დაამზადა ვინმემ, ვინც იმდროინდელ კულტურას ვერ ერკვეოდა. მაგრამ ეს თეორიები ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. Number X. საიდუმლოება დაიწყო 1954 წელს, როდესაც ტოკიოს აეროპორტში, იაპონიაში, ჩამოვიდა კაცი პასპორტით, რომელსაც არავინ ცნობდა. დღემდე ვერავინ შეძლო გაეგო, ვინ იყო ის, ან სად მდებარეობდა ქვეყანა, საიდანაც ის ჩამოვიდა. მოხსენებების მიხედვით, ტოკიოში ძალიან ცხელი დღე იყო, როდესაც კაცი, სახელად ჯონ ზეგრასი, ჩამოვიდა თვითმფრინავით ჰანედას აეროპორტში და პირველივე შეხედულებით ის ჩვეულებრივი მგზავრი ჩანდა, რომელიც იმ დღეს ქალაქში ჩამოფრინდა. მას ეცვა კოსტიუმი და ყველაზე გამორჩეული რამ მასზე იყო ის, რომ წვერი ჰქონდა. ესე იყო მანამ, სანამ მან პასპორტი არ გადასცა საბაჟოს ოფიცერს, რომელმაც მაშინვე ეჭვი შეიტანა. პასპორტი ყალბს არ გავდა, მაგრამ მას არასდროს გაეგონა იმ ქვეყნის შესახებ, საიდანაც ეს კაცი ჩამოვიდა, დაარიდი. მან გამოიძახა საიმიგრაციო ოფიცრები, რომლებმაც მაშინვე დაიწყეს კაცის დაკითხვა და მას ეს აშკარად არ მოეწონა. მან დაჟინებით განაცხადა, რომ ტარიდი ნამდვილად არსებობდა და რომ ეს ქვეყანა უკვე 1000 წელზე მეტია, რაც აღიარებულია. ამ მოვლენებით დაბნეულებმა მათ კაცს მსოფლიოს რუკა აჩვენეს და სთხოვეს ტარიდი ეჩვენებინა. მან მიუთითა ტერიტორიაზე საფრანგეთსა და ესპანეთს შორის, ხოლო ოფიციალურმა პირებმა სცადეს აეხსნათ, რომ ეს რეგიონი ანდორაა, მაგრამ მან დაჟინებით განაცხადა, რომ ეს შეცდომაა. მას ანდორას შესახებ არასდროს სმენოდა და დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო გაღიზიანდა მისი მოგზაურობის გეგმების დაყოვნებით. მან ოფიციალურ პირებს დაარწმუნა, რომ ის ნამდვილად იყო ის, ვინც ამბობდა, რომ იყო და შეახსენა, რომ პასპორტში ჰქონდა ბეჭდები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ადრე იაპონიაში იყო ნამყოფი. მან ასევე აჩვენა სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ვალუტა და თავისი ჩეკების წიგნაკიც წარუდგინა. და ესეც ვერაფერს აუმჯობესებდა სიტუაციას.
მისი ჩეკების ციგნაკი გაცემული იყო ბანკის მიერ, რომლის შესახებაც არავის არაფერი სმენოდა და მიუხედავად ძებნისა, ვერავინ მიაგნო მას. შემდეგ კაცი კითხეს, რა საქმეზე იყო იაპონიაში და ჰყავდა თუ არა ვინმე, ვისთანაც აეროპორტი შეძლებდა დაკავშირებას მისი განცხადებების დასადასტურებლად. მან მათ მიაწოდა კომპანიის სახელი, რომელთანაც გეგმავდა თანამშრომლობას, სასტუმროს სახელი, სადაც აპირებდა გაჩერებას და ბანკის სახელი, რომელთანაც მუშაობდა. კაცი, რომელზეც საუბარია, ვერ იბოვეს და ბანკიც, რომელთანაც თითქოს მუშაობდა, არ არსებობდა. კომპანია, რომელიც მან დაასახელა, მართლაც არსებობდა, მაგრამ მათ არასდროს სმენიათ კაცზე სახელად ჯონ ზეგრესი. ოფიცრებს სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ დაეკავებინათ იგი და მისი განცხადებების გამოძიების პერიოდში ახლო მდებარე სასტუმროში განათავსეს. იმისათვის, რომ ის არ გაქცეულიყო, ორი პოლიციელი სასტუმროს კარის გარეთ დააყენეს და მოსალოდნელი იყო, რომ მეორე დღეს მას აეროპორტში დააბრუნებდნენ დამატებითი დაკითხვისთვის. მაგრამ ყველას გასაკვირად, როდესაც ოფიცრებმა კარი გახსნეს მის შესამოწმებლად, კაცი იქ აღარ იყო. მათ დაჟინებით განაცხადეს, რომ ოთახის კარი მთელი ღამე დახურული იყო და რადგანაც ოთახი სასტუმროს ზედა სართულზე მდებარეობდა, შეუძლებელი იყო, რომ მას გაქცევა აივნიდან გადახდომით შეძლებოდა. მან თავისი ყველა ნივთი თან წაიღო და მას შემდეგ აღარავის უნახავს. Number 5. ლაკოტე ალა შევრი არის იდუმალი მღვიმე ჯერსის კუნძულზე, რომელიც მდებარეობს ლა-მანშის სრუტეში. მან ექსპერტები 10 წლეულების განმავლობაში დაინტერესა, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ნეანდერტალელები ყოველ წელს ბრუნდებოდნენ ამ მღვიმეში და არავინ იცის რატო. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, რომ ნეანდერტალელები ცხოვრობდნენ ამ მღვიმეში, ახლახან დადგინდა, რომ მათ ამ ადგილის გამოყენება ბევრად უფრო ადრე დაიწყეს, ვიდრე თავდაპირველად ეგონეთ. მღვიმიდან აღმოჩენილი არტეფაქტები მიუთითებს, რომ მათ შესაძლოა დაახლოებით 250,000 წლის წინ დაიწყეს იქ ცხოვრება. გასაოცარია, რომ ისინი ისევ და ისევ ბრუნდებოდნენ ამ მღვიმეში და ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ისინი ნადირობდნენ ამ ტერიტორიაზე და როგორც ჩანს, მღვიმეები ძალიან მოსწონდათ. თუ არ არსებობდა სხვა ჯერ კიდევ უცნობი მიზეზი, რის გამოც იქ ბრუნდებოდნენ. მღვიმეში და მის გარშემო აღმოჩენილი ქვის იარაღები მკვლევრებს კარგად აძლევს წარმოდგენას, თუ როგორ გადაადგილდებოდნენ ისინი ამ ტერიტორიაზე. მათი ნადირობის ბევრი ადგილი ეხლა ლა-მანშის სრუტის წყლების ქვეშაა მოქცეული. მაგრამ სხვა ადგილები კვლავ ხელმისაწვდომია და იმედი აქვთ, რომ ისინი ისტორიკოსებს მეტ ინფორმაციას მისცემს იმ ადამიანებზე, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ ამდენი წლის წინ. ეს ტერიტორია ბევრად უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე დღეს არის, რადგან ყინულის საფარები ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო და ეს ადგილი ჯერ ოკეანეს არ ჰქონდა დადბორილი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ველური ბუნება ამ რეგიონში უხვად იყო და მღვიმეები იდეალურ თავშესაფარს წარმოადგენდა, სანამ ნეანდერტალელები იქ ცხოვრობდნენ. იმისათვის, რომ მათზე მეტი გაეგოთ, ექსპერტები ახლა შეისწავლიან 16,000 არტეფაქტს, რომელშიც შედის ცხოველების ძვლები, ნალექი და ქვის იარაღები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი და შესაძლოა ისინი დამატებით ინფორმაციას მოგვაწოდებენ ჯერსის გამყინვარების ეპოქის შესახებ. ერთადერთი თეორიები, რომლებიც ამ დროისთვის წამოაყენეს, არის ის, რომ მღვიმეები შეიძლება შორიდანაც კი ჩანდა და ნეანდერტალელები მაშინვე ამოიცნობდნენ მათ თავშესაფრად. ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ მღვიმის მდებარეობა მათ შორის გაზიარებული იყო და ეს ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ეს ახსნიდა, რატო ბრუნდებოდნენ ისინი მღვიმეებში 10 წლეულების განმავლობაში, მაგრამ ეს თეორიები ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. ეს ერთადერთი მღვიმე არ არის ჯერსიზე, რომელიც ცნობილია, რომ იქ ნეანდერტალელები ცხოვრობდნენ. ეს არის ლაკო დე სენტ-ბერნარდი, რომელიც ბევრად უფრო დიდია ვიდრე კოტა ლა შევრი, სადაც არქეოლოგებმა გრანიტის თაროზე ნეანდერტალების 13 კბილი იპოვეს და მიიჩნევა, რომ ისინი 2 ადამიანს ეკუთვნოდა. რადგან ზოგიერთი კბილი არ შეიცავს ნეანდერტალელების კბილებისთვის დამახასიათებელ ნორმალურ ნიშნებს, ვარაუდობენ, რომ თანამედროვე ადამიანი ან ცხოვრობდა მღვიმეში გარკვეულ დროს, ან ეს იყო ნეანდერტალელისა და თანამედროვე ადამიანის შეჯვარების შედეგი. კბილებზე დამატებითი კვლევები მიმდინარეობს იმის დასადგენად, იყო თუ არა ეს მართლაც ასე, მაგრამ ამ ეტაპზე ისინი გამოფენილია ჯერსის მუზეუმსა და ხელოვნების გალერეაში, სადაც საზოგადოებას მათი ნახვა შეუძლია. Number 8. ქარის-ბრუკის ქვების განლაგება მდებარეობს ვიქტორიაში, ავსტრალიაში. და მიუხედავად იმისა, რომ მასზე ბევრი სწავლული და არქეოლოგი მუშაობდა, არავინ იცის ზუსტად ვინ ააშენა იგი ან რა მიზანს ემსახურებოდა. დარწმუნებით ცნობილია, რომ ეს ნაგებობა აბორიგენული წარმოშობისაა და მიიჩნევა, რომ ათასობით წლისაა, თუმცა მისი ზუსტი ასაკი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, რაც კიდევ უფრო მეტ საიდუმლოსა და ინტერესს მატებს უკვე იდუმალ ადგილს. ეს ადგილი, რომელიც ქარის-ბრუკიდან დაახლოებით 2.5 მილში მდებარეობს, პირველად ალდო მასოლამ აღმოაჩინა 1963 წელს. იმ დროს ადგილზე ბევრი არაფერი გაკეთებულა, მაგრამ 1980-იან წლებში მისი ჩანაწერები ამ ნაგებობის შესახებ შეისწავლეს და საბოლოოდ ქვების განლაგება გამოიკვლიეს და აზომეს.
მასულამ 1963 წელს სტატია დაწერა The Victorian Naturalist-ის გამოცემაში წარადგინა, სადაც დეტალური აღწერაც მოიცავდა. მან აღნიშნა, რომ მისი ზომა იყო 200 ფუტი 17 ფუტზე და რომ ფორმით დაახლოებით ბუმერანგს ჰგავდა. პირველი კვლევა ვიქტორიის არქეოლოგიურმა სამსახურმა 1980-იან წლებში ჩაატარა, მას შემდეგ რაც ადგილობრივმა მიწის მესაკუთრემ უცნაური განლაგების მიმართ ახალი ყურადღება მიიპყრო. მიჩნეული იყო, რომ ეს იყო ძველი აბორიგენების ცერემონიალური ადგილი, თუმცა ეს ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არ არის. ეს იმიტომ, რომ ამ ტერიტორიაზე აბორიგენების ცერემონიების სხვა ჩანაწერები არასოდეს აღმოჩენილა და არც ერთი ეს სავარაუდო ტრადიცია მათ შთამომავლებს არ გადაეცათ. An acid chance. თანამედროვე აღწერებში აღნიშნულია, რომ ეს ადგილი შეიცავს ორ გალს, რომლებიც დიდი ქვებით არის აშენებული, ასევე რამდენიმე პატარა ქვას და ქვის გროვას, კენს, რომელიც შესაძლოა ბილიკის მაჩვენებლად, მემორიალად ან საზღვრის აღნიშნულად ყოფილიყო გამოყენებული. მიჩნეულია, რომ რკალის ფორმა განზრახ შეიქმნა ბუმერანგის გამოსახულებისათვის, რადგან ის დიდი ხნის წინ მნიშვნელოვანი სანადირო იარაღი იყო. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, რადგან რკალს არარეგულარული მრუდი აქვს და მისი გვერდები ერთმანეთის პარალელურად გადის, რაც ბუმერანგის ჩვეულ ფორმას არ შეესაბამება. არსებობს თეორიაც, რომ ქვის განლაგება ასტრონომიული იარაღის სახით იყო განკუთვნილი, დაახლოებით ისე, როგორც ინგლისის Stonehenge მიიჩნევა. ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ თაღი ირმის ნახტომს ასახავს, ხოლო ახლომდებარე ქვის გროვა სირიუსს ან სხვა კაშკაშა ვარსკვლავს წარმოადგენს, რომელიც მისი აშენების დროს ცაზე ჩანდა. ასევე დადგინდა, რომ ნახევარმთვარის ბოლოები კომპასის მთავარ მიმართულებებს მიუთითებს, თუმცა უცნობია, იყო ეს განზრახ გაკეთებული თუ უბრალოდ დამთხვევაა, რაც ნაკლებად სავარაუდოა. ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ადგილი მამაკაცთა ინიციაციის ცერემონიებისთვის გამოიყენებოდა, რადგან ახალი სამხრეთი უელსის სხვა მსგავსი ადგილებიც ამ მიზნით გამოიყენებოდა. 1975 წელს ეს ადგილი ავსტრალიის მთავრობამ შეიძინა და მისი დაცვა არქეოლოგიური რელიკვიების ოფისისგან გადაიბარა. ეხლა ის ოფიციალურ არქეოლოგიურ ზონად გამოცხადდა, შემდეგ კი მიხიდეს აბორიგენთა მიწის საბჭოს და ამჟამად ბალარადის აბორიგენთა კოოპერატივის მოვლაშია. ბევრი დამატებითი კვლევაა ჩასატარებელი ამ ადგილზე, რათა დადგინდეს, ვინ შექმნა ეს უცნაური ქვის განლაგება და რისთვის გამოიყენებოდა იგი. Number 3. გასაოცარია, რამდენჯერ ისტორიაში უზარმაზარი გემები, რომლებიც ტონობით მნიშვნელოვან ტვირთს ატარებდნენ, მოულოდნელად გაუჩინარდნენ ყოველგვარი ახსნის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ამ გემების უმეტესობა საბოლოოდ იპოვეს, სხვები სამუდამოდ დაიკარგნენ ოკეანეში, როგორც ეს მოხდა SS Marine Sulphur Queen-ის შემთხვევაში. გემის ოფიციალური სახელი იყო SO New Haven. ეს იყო T2 ტიპის ტანკერი, რომელიც აშენდა ჩესტერში, პენსილვანიაში 1954 წელს და თავდაპირველად განკუთვნილი იყო ნავთობის გადასატანად, როგორც იმ დროის ბევრი სხვა ტანკერი. 1960 წელს გემი გაემართა Bethlehem Steel Company-ს მშრალ დოკში, Sparrows Point-ში, Maryland-ში, სადაც მას გარკვეული ცვლილებები ჩაუტარდა. ის გადააკეთეს ისე, რომ შეძლებოდა თხევადი გოგირდის გადატანა და შემდეგ მისი სახელი შეიცვალა და დაერქვა Marine Sulphur Queen. იმისთვის, რომ გემს ეს შესაძლებლობა ჰქონოდა, მასში დაამონტაჟეს დამოუკიდებელი ავზი, რომლის ზომები იყო 306 ფუტი სიგრძეში, 30 ფუტი სიგანეში და 33 ფუტი სიმაღლეში. ყველა ორიგინალური თიხარი მოიხსნა ამ ცვლილების გასატარებლად და გემის შიდა სტრუქტურაც საჭიროებდა მოდიფიკაციას. მილის შიგნით იყო 4 ცალგეული კამერა, ხოლო მთავარი მილი დაახლოებით 3 ფუტით იყო დაშორებული გარშემო არსებულ მასალას. გოგირდი ინახებოდა დაახლოებით 155 ფარენჰაიტის გრადუსზე, დამონტაჟებული ორთქლის სისტემის ცვალობით. და 1961 წელს გემი თავისი გარდაქმნის შემდეგ პირველ მოგზაურობაში გაემართა, ცვლილებები კარგად იმუშავა და 2 წლის განმავლობაში ის რეგულარულად ასრულებდა რეისებს თხევადი გოგირდით დატვირთული. მაგრამ 1963 წლის 2 თებერვალს ყველაფერი შეიცვალა. იმ დღეს გემი ბომონტიდან, ტეხასიდან 15,000 ტონაზე მეტი გოგირდით დატვირთული გავიდა. ცნობილია, რომ 2 დღის შემდეგ გემი ფლორიდის კიზის მახლობლად იმყოფებოდა, რადგან მიღებული იქნა რუტინული შეტყობინება გემის დებასდებარეობის შესახებ. მაგრამ 6 თებერვლისთვის გემთან ყველა კომუნიკაცია შეწყდა და ის დაკარგულად გამოცხადდა. ვარაუდობდნენ, რომ გემი ფლორიდის სრუტეში ჩაიძირა. ეს ტერიტორია საფუძვლიანად გაჩხლიკეს, მაგრამ უშედეგოდ. ძებნა 19 დღის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ მისი კვალი ვერ იპოვეს და ოპერაცია შეწყვიტეს. ერთადერთი მტკიცებულება იმისა, რომ Sulphur Queen ჩაიძირა, იყო წყალში ნაპოვნი რამდენიმე სამაშველო ჟილეტი და რამდენიმე პატარა ნამსხვრევი, რომლებიც როგორც მიიჩნიეს, გემს ეკუთვნოდა. აღინიშნა, რომ 4 თებერვალს გემი მაღალი ტალღების ზონაში გადიოდა, სადაც ტალღების სიმაღლე 16 ფუტს აღწევდა და ქარის სიჩქარე დაახლოებით 45 კვანძი იყო.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იმ დღეს გემი საერთოდ არ უნდა გასულიყო ზღვაში. ეკიპაჟის წევრები, რომლებიც რეგულარულად მსახურობდნენ ამ ხომალდზე, აღნიშნავდნენ, რომ 4 ავზის გვერდებზე ხანძრები ხშირად ჩნდებოდა. ეს იმდენად ხშირად ხდებოდა, რომ ოფიცრები უკვე აღარაც კი ირთავდნენ განგაშის სიგნალს, რადგან ხანძრებს მიეჩვინა. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, როდესაც ხომალდი დანიშნულების ადგილზე მივიდა, ის უკვე იწვოდა და კვლავ ცეცხლში იყო, როცა ისევ გაცურა. როდესაც ხანძარს წყლით აკრობდნენ, გოგირდი მნიშვნელოვან აღჭურვილობაზე გროვდებოდა და დამატებით პრობლემებს ქმნიდა. სანაპირო დაცვამ ასევე აღმოაჩინა, რომ ხომალდის კილი წლების განმავლობაში ძლიერ კოროზირებული იყო და მასში სუსტი ადგილი გაჩნდა, რაც ნიშნავდა, რომ კილი ორად გაყოფის საფრთხის წინაშე იდგა. თორი ტიპის ტანკერები ამ დეფექტით იყვნენ ცნობილი, ამიტომ ამ ხომალდებზე ინსპექციები ძალიან სერიოზულად ტარდებოდა. კიდევ ბევრი პრობლემა დაფიქსირდა და ფაქტი, რომ სულფურ-ქუინი იმ დღეს ზღვაში გაუშვეს, თითქმის წარმოუდგენელია. SS Marine სულფურ-ქუინის ნამსხვრევები არასდროს უპოვიათ და მისი ბედი, ისევე როგორც ეკიპაჟის, დღემდე უცნობი. Number 4. სამი ქალის, 21 წლის, Ann Milleris, 19 წლის პატრიცია ბლაფის და 19 წლის რალის რენე ბრულის გაუჩინარება არასდროს გახსნილა და ის დღემდე ინდიანა დიუნსის სახელმწიფო პარკის ერთ-ერთ ყველაზე დამაბნეულ საიდუმლოდ რჩება. შემთხვევა მოხდა 1966 წლის 2 ივლისს, როდესაც სამმა მეგობარმა გადაწყვიტა ერთად გაეტარებინათ დრო 4 ივლისის შაბათ-კვირას. იმ დილით ენმა თავისი მანქანით აიყვანა დანარჩენი 2 ქალი და ისინი ერთად გაემგზავრნენ ინდიანა დიუნსის სახელმწიფო პარკში. სამივე ჩიკაგოს რაიონიდან იყვნენ, ამიტომ იქ მისასვლელად დაახლოებით 1 საათი დასჭირდათ. ისინი აღნიშნულ სანაპიროზე დაახლოებით დილის 10 საათზე მივიდნენ და ეს ტერიტორია უკვე სავსე იყო ხალხით, რომლებიც დღესასწაულის განწყობაზე იყვნენ. დღის უმეტეს ნაწილში ისინი მზეზე ისვენებდნენ, ბანაობდნენ და დამატებით დროს ბუნებაში ატარებდნენ. მაგრამ როცა მზე ჩასვლას იწყებდა, სამივე მეგობარი გაუჩინარდა. ექსმა წყვილმა, რომელიც პლაჟზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მათ დაინახეს 3 ქალი, რომლებიც გაუჩინარებამდე ერთ უცნობ მამაკაცს ესაუბრებოდნენ. ის აღწერეს როგორც კარგად გარუჯული, დაახლოებით 20-იანი წლების დასაწყისში მყოფი მუქი დალღოვანი თმით. ის იდგა 16 ფუტის სიგანის ნავზე, რომელსაც შიგნით ლურჯი ფერი ჰქონდა. და გარკვეული ხნის საუბრის შემდეგ სამმა მეგობარმა ნავში გადაინაცვლა, ხოლო თავიანთი ნივთები პლაჟზე დატოვეს. მამაკაცმა შემდეგ ნავი დასავლეთისკენ წაიყვანა და მოწმეების თქმით აღარ დაბრუნებულა. Parkis Rangers დაევალა ქალის ნივთების შეგროვება, რომელთა შორისაც იყო ანის ჯინსის შორტები, ფოლოფერანგი, ფეხსაცმელები, თეთრი საცურაო ქუდი, მანქანის გასაღებები, სავარცხელი და თერმოსი. ასევე დარჩა პატრიციას ხალათი, მზის სათვალე, ტრანზისტორული რადიო, მისი თეთრი პირსახოცი, საფულე, რომელშიც $5 იდო და ალბათ კიდევ რამდენიმე ცვრილმანი ნივთი. რენეს ნივთებში შედიოდა მისი პირსახოცი, შორტები, ბლუზა, მზის ქუდი, სიგარეტები, მზისგანსგან დამცავი კრემი და მისი საფულე, რომელშიც 25 ცენტი და დაახლოებით $55 ჩეკები იყო. საკმაოდ მალე სამივე ქალი მათი ოჯახების მიერ დაკარგულად გამოცხადდა, ხოლო პარკის რეინჯერებმა განაცხადეს, რომ ენის მანქანა პარკის ავტოსადგომზე მიტოვებული იპოვეს, იმავე ადგილზე, სადაც ის 2 ივლისს იყო ნანახი. შიგნით მათ ქალების კიდევ რამდენიმე ნივთი იპოვეს, მაგრამ ეს ნივთები არ იძლეოდა მინიშნებებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო მათთან. 5 ივლისს დაიწყო პირველი ოფიციალური საძიებო ოპერაცია. ღვინთავებმა ტბა საფუძვლიანად გაჩრიგეს. ოფიცრები და რეინჯერები ფეხით ეძებდნენ, ხოლო ცხენები გამოიყენეს ტერიტორიის უფრო სწრაფად დასაფარად, მაგრამ სასარგებლო ვერაფერი იპოვეს. კაცმა, რომელმაც იმ დღეს პლაჟზე ვიდეოკამერა გამოიყენა, პოლიციას თავისი ჩანაწერები გადასცა და ამის წყალობით მათ შეძლეს 2 შესაძლო ნავი გამოეყოთ, რომლებმაც შესაძლოა იმ დღეს მეგობრები აიყვანეს. წინასწარი ვარაუდით დადგინდა, რომ აღნიშნულმა კაცმა ისინი ნავში ასვლის შემდეგ პლაჟზე ჩამოსვა და რამდენიმე მოწმე ითხოვდა, რომ სამივე ქალი ნაპირზე სეირნობდა და ჭამდა იმ დროის შემდეგაც კი, რაც ისინი ნავში ასულები ნახეს. რამდენიმე ადამიანმა დაინახა კიდევ ერთი კაცი, რომელიც ასევე არ არის იდენტიფიცირებული, როგორ მიუახლოვდა მათ და შემდეგ მეორე ნავზე ერთად ავიდნენ ჩანაწერში, მაგრამ ეს ფაქტი არასოდეს დადასტურებულა. შემდეგ თვეებში აღმოჩნდა მტკიცებულება, რომ რენე გეგმავდა თავის შეყვარებულთან დაშორებას, რადგან ის უფრო მეტად მანქანებით იყო დაინტერესებული, ვიდრე მასით. მაგრამ მისი ოჯახი ფიქრობს, რომ გაუჩინარების დროისთვის მან აზრი შეიცვალა. ენის მეგობრებმა გაამხილეს, რომ ისიც 3 თვის ორსული იყო იმ დროს და რომ პატრიციაც შესაძლოა ორსული ყოფილიყო. ორივე ქალი დაქორწინებულ მამაკაცებთან იყო ურთიერთობაში და ერთ-ერთმა პატრიციას მეგობარმა ივარაუდა, რომ მან საკუთარი გაუჩინარება დაგეგმა. ერთხელაც სახლში სახის დაზიანებით დაბრუნდა და თქვა, რომ სირთულეები ჰქონდა ცხენის სინდიკატთან, როცა თავის სუფთა ჯიშის ცხენთან იყო საქმე.
ჯერ კიდევ უცნობია ამ ფაქტორებიდან რომელიმე თუ შეუწყო ხელი მათ გაუჩინარებას და სამწუხაროდ ეს საქმე მრავალი ათეული წლის შემდეგაც გადაუჭრელია. ვინც ამ საქმესთან დაკავშირებით რაიმე ახალ ინფორმაციას ფლობს, უნდა დაუკავშირდეს ინდიანას შტატის პოლიციას შემდეგ ნომერზე 17-899-8577. Number Pirvel. 1942 წელს ინგლისის ჩრდილოეთ იორკშირში მსხურებმა ადამიანებმა დაიწყეს ცაში უცნაური და აუხსნელი ნათებების დანახვის შესახებ შეტყობინებების გაკეთება და ეს შემთხვევა ითვლება ამ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ამოუხსნელ UFO საიდუმოდ, რომელიც დღემდე აუხსნელია. ყველაფერი დაიწყო არა უბრალო მოქალაქეებით, არამედ სამეფო საჰაერო ძალების 269 ესკადრილიის 10 სამხედრო მოსამსახურითა და ოფიცრით. იმ წლის 18 სექტემბერს 11 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე მათ დაინახეს რაღაც, რაც მანამდე არასდროს ენახათ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს. მათ განაცხადეს, რომ დაინახეს სრულყოფილად თეფშის ფორმის აპარატი, როცა დოპკლიფის სამეფო საჰაერო ძალების სამხედრო ბაზის ასაფრენ ბილიქზე იმყოფებოდნენ ჩრდილოეთ იორკშირში. მეტეორის ტიპის რეაქტიული თვითმფრინავი მიემართებოდა დეშფორტის აეროდრომის ასაფრენ ბილიქზე და მას ძალიან ახლოდან მიყვებოდა ეს აპარატი, რომლის იდენტიფიცირებაც ვერავინ შეძლო. იმ დროს RAF მონაწილეობდა Main Braces პროექტში, რომელიც მოიცავდა სიმულაციების სერიას, რომლებიც 13 დღის განმავლობაში ტარდებოდა იმის დასადგენად, რა მოხდებოდა საბჭოთა ან დასავლეთ ევროპის თავდასხმის შემთხვევაში ამ რეგიონში. ერთმა ოფიცერმა განაცხადა, რომ თავდაპირველად მან ცაში მხოლოდ შორეული თეთრი ლაქა დაინახა. მან შეაფასა, რომ ის დაახლოებით 15,000 ფუტის სიმაღლეზე მოძრაობდა და მეტეორის რეაქტიულ თვითმფრინავიდან დაახლოებით 5 მილის დაშორებით იყო. სხვა ოფიცერი აცხადებდა, რომ ობიექტი ვერცხლისფერი იყო და როცა მიუახლოვდა, გვერდიდან გვერდზე ქანაობა დაიწყო. თავდაპირველად მას ეგონა, რომ ეს პარაშუტი იყო, მაგრამ ობიექტი ადგილზე არ ჩერდებოდა. მოულოდნელად რეაქტიულ თვითმფრინავთან გაიქცა და მას უკან მიჰყვა. მან დაიწყო თავის ღერძზე ბრუნვა, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად შეუძლებელი სიჩქარით აჩქარდა და დასავლეთისკენ გაფრინდა, სანამ თვალთახედვიდან არ გაქრა. თელი მოვლენა მხოლოდ 20 წამს გაგრძელდა და ყველა ვინც ამ აპარატს უყურებდა თანხმდებოდა, რომ მსგავსი რამ არასდროს ენახათ. და მალე გაირკვა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ცაში უცნაური ობიექტი შენიშნეს. 13 სექტემბერს დანიური ესკადრონული ნაღმოსნის ეკიპაჟმა ღამის ცაში მოძრავი სამკუთხა ობიექტი შენიშნა. მათ გააოცა იმ სიჩქარემ, რომლითაც ეს აპარატი მოძრაობდა, დაახლოებით 900 მილი საათში და აღნიშნეს, რომ ის გამოსცემდა ლურჯ ნათებას. 20 სექტემბერს მეორე შემთხვევიდან მეორე დღეს გაზეთის რეპორტიორი, რომელიც USS Franklin და Roosevelt-ზე იმყოფებოდა, ერთ-ერთი მოწმე იყო, ვინც ცაში მრგვალი ობიექტი დაინახა. მან შენიშნა, რომ ის ფლოტს მიყვებოდა და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეგონათ თითქოს ეს ამინდის ბუშტი იყო, ეს თეორია მოგვიანებით უარყვეს. რადარის სისტემებმა არც ერთი თვითმფრინავი არ დააფიქსირეს და მიუხედავად იმისა, რომ ცას ძალიან ყურადღებით აკვირდებოდნენ, არავის შეუტანია ინფორმაცია ობიექტის დანახვის შესახებ. დაკვირვებები საფუძვლიანად გამოიკვლიეს, მაგრამ ახსნა ვერასდროს იპოვეს და ეს დღემდე ამოუხსნელ საიდუმოდ რჩება. დიდი მადლობა რომ უყურეთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დააძაკით მოწონების ხილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააწვეთ ზარის ხილაკს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Announce და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.